სინამდვილეში ივანიშვილს არაფერი არ მოუგია. ივანიშვილმა სცადა კიდევ ერთხელ ამ თანხის მიღება. ეს თანხა რომ ივანიშვილს ეკუთვნოდა, ამას თავად მოპასუხე მხარეც ადასტურებდა და ადასტურებს ხოლმე. კი, ეს თანხები არის ივანიშვილის საკუთრება, რომელიც შვეიცარიულ ბანკში ჰქონდა, სადავო მგონი არც არავის არ გაუხდია. ერთადერთი რამ უნდა ივანიშვილს, უნდა ამ თანხების გატანა და რა თქმა უნდა ამას ვერ შეძლებს. და ივანიშვილმა ამ თავარ საკითხში წააგო და წააგო სანქციების გამო. სანქციები მუშაობს. ეს არის ის მნიშვნელოვანი გავლენის ბერკეტი, რომელზეც ივანიშვილს არანაირი ზემოქმედება არ შეუძლია. და ეს არის ფასი იმ ძალადობისთვის, ზეწოლისთვის, დასახიჩრებისთვის, პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც ახლა საპატიმროში წედან და გვიყურებენ, რუსული ინტერესებისთვის, რუსული კანონებისთვის, არასამთავრობო სექტორზე ზეწოლისთვის, იმაში რომ მედიები დაიხურა ამ ქვეყანაში, ის რომ ონლაინ მედიები კრიზისს განიცდიან, ის რომ დემოკრატია არსებობს, ის რომ საარჩევნო კანონმდებლობა გავარს, ყველაფერი ამის ფასია, რასაც ივანიშვილი აკეთებს. და ეს სანქციები კიდევ უფრო აქტუალური გახდება დროთა განმავლობაში მარტივი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ივანიშვილმა კიდევ უფრო სცადა და ცდილობს გაამძაფროს ანტიდემოკრატიული პროცესი მისი მხრიდან. საგრძალვა არის. წინ რომელთა ამ სიაში ხართ თქვენი პარტია, ამაზე აუცილებლად უნდა კითხოთ, როგორია თქვენი მოლოდინი. გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ თქვენ აკრძალავენ, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო თემა, რომელზეც ასევე ისაუბრა პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძე, მე წავიკითხე ძალიან მოკლე ციტატა და მისი კომენტარიდან, ეს კომენტარი გააკეთა მან, თემა ეხება მიხვდით ალბათ არაბებისთვის მიწების გადაცემის საკითხს, მე ამას ვერანაირად ვერ უწოდებ ინვესტიციას, ეს ჩემი აზრია, ყველაფერი იქიდან გამომდინარე, ინვესტიციასთან არ კავშირი არ აქვს. ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც მოვისმინე, რაც წავიკითხე და რაც ხდება ზოგადად და ამ რაღაცა სრულიად გასაიდუმლოებულ თემასთან დაკავშირებით. არავის მხრიდან არ დავუშვებთ და საბოტაჟის მცდელობას. საბოტაჟის მცდელობა უწოდა ლელოს პირდაპირ ადებს ის ხელს და ამბობს, რომ კონკრეტული საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ლელომ, შემდეგ გააგრძელეს პარტიებმა, ჩამოთვლილია პარტიები, მათ შორის ალტინფო პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობა და ისინი უპირისპირდებიან უპრეცედენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. ირაკლი, რა იქნება თქვენი კომენტარი და თქვენი პასუხი ამასთან? პირველ რიგში ირაკლი კობახიძე ტყუის თავხედურად, როცა ამბობს, რომ რაიმე ინვესტიციასთან გვაქვს შეხება. არანაირი ინვესტიციასთან შეხება არც ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის 9 მილიონი კვადრატული მეტრის გადაცემა არაბული კომპანიისთვის, რომელიც ამბობს, რომ თურმე 10 წლის განმავლობაში მიიღებს რაღაცა 4 მილიარდ ლარიან მოგებას და პარალელურად გვეუბნება, რომ 6 მილიარდ ნახევარ დოლარს ჩადებს საინვესტიციოდ ამ პროექტში. რაც სრულიად აზრს მოკლებულია. ტყუის მაშინ, როცა ეს ამ სივრცესთან, რაზეც ის საუბრობს, საერთოდ კავშირი ექნება რომელიმე საქართველოს მოქალაქეს. 12,000 დოლარი ეღირება ეკა კვადრატული მეტრი, 12,000 დოლარი. დამისახელეთ ერთი საშუალო სტატისტიკური, თუნდაც არასაშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქე, რომელიც 12,000 დოლარად იყიდის კრწანიში და გონიაში, მართალ საუკეთესო ადგილებზე და ლოკაციებზე, მაგრამ 1 კვადრატულ მეტრს გამორიცხულ ყავას ვერ დალევს საქართველოს მოქალაქე ეგეთ სივრცეში. უბრალოდ გამორიცხულია. ხელშეკრულების გასაჯაროებას რატო ვიტყოთ? ეს არის ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელმაც გამჭვირვალობის საბაბით ტელევიზიებს თავს დაესხა, არასამთავრობო ორგანიზაციები დაკეტა, რუსული კანონის შემოგვასაღა გამჭვირვალობის არგუმენტით და ამ დროს გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც 6 მილიარდ ნახევარ დოლარს ეხება და სახელმწიფოში ორ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომელიც მეტი არც არის მგონი ესეთ საუკეთესო ტერიტორია დარჩენა, ერთი გონიოს სანაპირო და მეორე კრწანისის ტყეპარკი, რომელსაც თავის დროზე საპატრიარქოს ტბები ერქვა თავის დროზე, საპატრიარქოს ტბები და გონიოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი საუკეთესო
უკეთ ტერიტორიები. ესე გასხვისა. თან ვინ აკეთებს ამას, ვინ ასაიდუმლოებს ამ პროექტს? ყველა რო დაიჭირეს, საკუთარი თავის და ივანიშვილის გარდა, კობახიძემ და ივანიშვილმა დაიჭირა ყველა. საერთოდ ყველა და დანარჩენი უკვე ჩემოდნები არ დაიჭირა სხვათა შორის. არა, არ დაიჭირა, დაჭერაში გულისხმობ, რომ გამოიჭირა ათეულობით, ასეულობით მილიონი დოლარისა და ლარის და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მილიარდობით ლარს ეხება სინამდვილეში. ამ კორუფციული ხელისუფლებისგან მეორე მე რომ თურმე საქართველოს ინტერესები დაცულია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს. რომელი ინტერესებზე მეუბნებიან? პარალელი გააკეთეს ანაკლიასთან. ანაკლიის სპორტი ეს და როცა ამბობს კობახიძე სხვა შორის ლელომ დაიწყო, კი, მართალია, ჩვენ დავიწყეთ და გავაგრძელებთ და ბოლომდეც მივყვებით. არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პროექტი შემოგვასაღონ როგორც ინვესტიცია. გამორიცხულია რომ ამ ამბავში გავყვეთ. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ანაკლიასთან გააკეთეს პარალელი და ანაკლია წლების შემდეგ გადაეცემოდა საქართველოს სახელმწიფოს 100%. ანუ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება იქნებოდა ანაკლიის სპორტი. და ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სრულიად შეცვლიდა სხვათა შორის საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. პარალელი გააკეთეს, რომელიც ანაკლიის სპორტი თავად ჩაშალეს, ხო, სინამდვილეში ყველა ვიცით რაც მოხდა და შემდეგ როგორ გამოიყენეს აქაც რუსული ინტერესების გასატარებლად, რომ რუსეთს კონკურენტი პორტი ღრმაწლოვანი პორტი არ ქონოდა შავი ზღვის სანაპიროზე. ახლა რომ საქართველოს ქონოდა ღრმაწლოვანი პორტი, საქართველოს ეკონომიკა სრულიად განსხვავებული იქნებოდა. თან პორტის პირობებში ათეულობით 1000 უცხო ქვეყნის მოქალაქე კი არ უნდა დასახლებულიყო, საქართველოს მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ გამკარგველები მათ შორის. არც ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. არც ხელშეკრულება შრომითი უფლებები, ანუ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება სავალდებულოა, კი, იქ რო წერია 30000 მუშახელი ჭირდებაო, ასე ამბობენ. თავადვე ამბობენ, რომ 30000 მუშახელი დასაქმდება. და ამ დროს სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი? სად არის ის ეროვნული ინტერესი, რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას? არაფერს ვამბობ სხვა ტიპის და აქ კიდევ ვიღაცები ამბობენ, რომ ქსენოფობია, არაბული. არა აქვს მნიშვნელობა. არც გერმანულია ამ ტიპის ლოკალური ჩასახლებები კარგი, არც ფრანგული, არც ამერიკული და არც არაბული. არ ხდება ესე ბოლო წლების განმავლობაში, ეკა, წინა წელს, აი 2024 წელს 5000 მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაიბადა. პრობლემაა, დემოგრაფიული პრობლემა ამ ქვეყანაში. ათეულობით 1000 ყოველწლიურად მიდის ქვეყნიდან ემიგრაციაში. ანუ ემიგრაციაში მიდიან, უფრო მეტი იღუპება, ვიდრე იბადება. ამ დროს რუსების შემოსევაა რეალურად და ეს რუს დადიდი ალბათობით სწორედ რუსები იყიდიან. საბურთალოზე გაიარეთ, ვაკეში გაიარეთ, ბათუმში გაიარეთ, რა მდგომარეობაა. ქართულად არ გელაპარაკებიან, არც ინგლისურად არ გელაპარაკებიან, გთხოვენ რუსულად დაელაპარაკონ. ამ ვითარებაში სადაც ამდენი უცხოელი მოქალაქე ჩამოდის. პრობლემაა, ეროვნული ინტერესის პრობლემაა, სხვა საქმეა ტურისტი, რომელსაც მიესალმება დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქე, მაგრამ მუდმივ რეზიდენტად ჩამოცხოვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმ სახელმწიფოში, სადაც 10000-ობით მოქალაქე იძულებულია სიღარიბის პოლიტიკური დევნის გამო ქვეყნიდან წავიდეს, შობადობა უფრო ნაკლებია, ვიდრე გარდაცვალება, წარმოუდგენელი დანაშაულია ამ ყველაფრის გაკეთება. მე მინდოდა სხვათა შორის აი ამ ქსენოფობია თქვენ თვითონ ახსენეთ და მინდოდა უბრალოდ კონკრეტულად მიმეღოთ თქვენგან პასუხი. აი სინამდვილეში პრობლემა რა არის ამაში? აი ამ არაბებისთვის ამ მიწების გადაცემის საქმეში. რა არის აი მთავარი ძირითადი, რაც მიუღებელია თქვენთვის, მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის, თუ შეგიძლიათ რომ აი ან ორი პრობლემა გამოკვეთოთ ახლა ქვენ. ერთი ეროვნული ტირე დემოგრაფიული საკითხი, სადაც ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ორი ანკლავი. ანკლავი რა არის? ანუ იზოლირებული სივრცე, სადაც ცხოვრობს კონკრეტული მოქალაქეების ერთობა, კონკრეტული ადამიანების ერთობა, რომელიც არ არიან შენი არც სახელმწიფოებრივი სხეული, არც სოციალური სხეული. ისტორიული მეხსიერებაც არსებობს. შენი მოქალაქე არ არის, ქართულად ვერ საუბრობს, იზოლირებულია სრულიად შენი კულტურული სივრცისგან. და ამ დროს ძალიან მარტივად გასაგებია ის, რომ ბევრი კულტურული სხვაობაც არსებობს ჩვენ შორის და
ის იმ პირობებში, როცა ჩვენ რო ვიყოთ ზრდადი ქვეყანა, მრავალრიცხოვანი, რომელსაც საფრთხეს არ შეუქმნის ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის მუდმივად ჩამოცხოვრება, აქ დიდი სხვაობაა. მუდმივად ჩამოცხოვრობს. თუ ყიდულობ სახლს, მაგალითად ამ ტერიტორიაზე იხდი მილიონობით დოლარს, ან მილიონობით დოლარს, რა თქმა უნდა, ის სახლი საცხოვრებლად გინდა, ხო და არა ეს რა ქვია ბინები ჯიზე გასაქირავება. ერთი არის ეს პრობლემა კიდევ. მეორე მთავარი კორუფცია, ასევე მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები. 6.5 მილიარდ დოლარზე როცა საუბრობთ პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან 33%-იან თანამონაწილეობაზე, ხო? ანუ მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება თქვენი, ჩვენი ყველას თანაბრად რო გვეკუთვნის, უნდა გადაეცეს არაბულ კომპანიას, გინდა არაბული, ამერიკული, ვინც არ უნდა იყოს, გადაეცეს უნდა არაბულ კომპანიას, რის სანაცვლოდ? არ ვიცით რა პირობებით, არ ვიცით რა და როგორ იქნება. ვიტყულობ, რის სანაცვლოდ უნდა გადაეცეს მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება უცხო ქვეყნის კომპანიას, საიდანაც არ ვიცით საერთოდ აზრზე ვერ მოვდივართ, რა სარგებელი შეიძლება ნახოს. ეს სარგებლის ნაწილში და კორუფციის ნაწილში და იქ რო კობახიძე გამოვა, ანუ ივანიშვილის ხელისუფლება რო გამოვა, ასეულობით მილიონი რო აქვთ მოპარული და დამიწყებს დარწმუნებას იმაზე, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და იქ სახელმწიფოს ინტერესები დაცულია, ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა ვენდო? არა, ვერანაირად ვერ ვენდობთ, იმიტომ რომ ვიცით, სანდოობის ხარისხი გამოგვიცდია, როგორია, არც ერთი პირობა მათ არასდროს არ შეუსრულებიათ, ერთ სიტყვაშიც არ შეიძლება ვენდოთ. ირაკლი, გადავიდეთ რამდენიმე თემაზე, რომელიც ასევე მაინტერესებს და თქვენ მექნება რუსთაველიდანაც ჩართვა ცხადია და პროცესი, რომელიც ეხლა მიდის ქვეყანაში და მსოფლიოში, აი გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი უკრაინისა და უკრაინაში ომის დამთავრებაზე მიდის მუშაობა ყოველ შემთხვევაში. მე ამ თემაზე თორნიკე გორდაძესთან უფრო ვრცლად ვისაუბრებ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შიდა პოლიტიკური პრობლემები, პროტესტი, რომელიც არ წყდება, ასევე რეპრესიები, რომელსაც დღითი დღე უფრო ამკაცრებს ქართული ოცნება, დაწყებული იქიდან, რომ ქუჩის გადაკეტვის აკრძალვა, ტროტუარზე დგომის აკრძალვა, უკვე დროშის ქნება მიუღებელია, ჭყვიტინა სათამაშო მიუღებელია, არ ვიცი, ყველაფერი მიუღებელია უკვე, როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაზე, ხო საერთოდ ზედმეტია უკვე ლაპარაკი, აგერ ჩვენი არაჩვეულებრივი ჩემი ახალგაზრდა კოლეგა სრულიად რა თქმა უნდა დაუმსახურებლად და უსამართლოდ 3000 ლარით დააჯარიმეს, ამას ვერ დავარქმევთ ვერანაირად, სამართალს ცხადია. სტატუსებისთვის ადამიანების დაჭერა, ხო, Facebook სტატუსებისთვის ადამიანების დაჭერა. აი ამ ვითარებაში როგორ ხედავთ პროცესების გაგრძელებას და განვითარებას და იმ ვითარებაში, როდესაც აკრძალვაზე საუბრობდით პოლიტიკური პარტიების, თქვენ ხართ ამ სიაში, სხვათა შორის მოლოდინი როგორი გაქვთ? აკრძალვა შეგეხებათ თქვენს თუ უშვებთ იმას, რომ თქვენ შეიძლება არ აკრძალონ გამომდინარე ბევრი თემიდან, თუნდაც იმიდან, რომ აი ყველა დატოვეს ციხეში და რატომღაც მამუკა და ბადრი გამოუშვეს გარეთ. გასაოცარია ესეც და გასაგებია, რასაც ემსახურებოდა ივანიშვილის მხრიდან ეს ყველაფერი. ხო, მეორე ნაწილიდან დავიწყებ, რადგან ბოლოს დაისვა ეს შეკითხვა. ხო, ლელო და ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო აკრძალვის სიაშია და ეს რაღაც ქართული ოცნების თავდასხმების აქტიური პროცესი მიმდინარეობს ჩვენზე. თუმცა მოლოდინი შეიძლება ითქვას არანაირ არგუმენტს არ ემყარება და ვერანაირ არგუმენტს და სამართლებრივ ლოგიკას ვერ დაემყარება. იმიტომ აქ არც სამართალთან გვაქვს შეხება და არც პოლიტიკურ პროცესთან. არაფერთან არ გვაქვს შეხება, აქ საუბარი არის მხოლოდ ივანიშვილის ნებასურვილზე. თავის დროზე არც ჩვენ დაჭერა უკითხავს, არც გამოშვება არ უკითხავს ჩვენი ლიდერების, რომელთა სახელითაც მე გამოვედი და ვთქვი, რომ აი რუსული ხომალდის მიმართულებით გაუშვი ყაველაშვილი, რომელმაც თქვა, რომ აი დაწერეთ შეწყალების წერილი და შეგიწყალებთო. რუსული ხომალდის მიმართულებით გაუშვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეირცხვინა საკუთარი თავი, ეს შეურაცხყოფა შეიზილა სახეზე და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. რატო გადადგა? იმიტომ რომ ეს განხეთქილება გამოეწვია, რომელსაც სამწუხაროდ რიგი ოპოზიციონერები თუ სამოქალაქო პირები წამოეგნენ და ეს განხეთქილება შემოიტანეს შემდეგ პროცესში. ამიტომ არც კი ვიცი რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, რაც ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ამაზე არ ვდარდობთ. ერთადერთი, რაც
ვიცით და რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგუკრძალავს თუ არ აგუკრძალავს, ჩვენ ვრჩებით პროცესში, პოლიტიკურ პროცესში ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვაგრძელებთ ბრძოლას. როგორ ხედავთ ამ პოლიტიკურ პროცესს, ირაკლი? მე მომისმენია თქვენგან სხვათა შორის არაერთხელ და ბევრჯერ, რომ გქონდათ და გააქვთ მოლოდინი ვადამდელი არჩევნების, რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას და ვადამდელ არჩევნებზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის შეთანხმებული დამოკიდებულება ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აი ამაზე თუ გისაუბრიათ, აპირებთ თუ არა საუბარს? ხო, ვადამდელი არჩევნების შესახებ ინფორმაციის დონეზეც გვაქვს, რომ ქართულ ოცნებაში განიხილება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საკითხი, თუმცა მთავარდამნიშნულოვანი იქნება ის, რომ სამართლიან არჩევნებს მივაღწიოთ და მივაღწიოთ იმას, რომ ოპოზიცია კონსოლიდირებულად ამასობაში რუსთაველზე მსვლელობა დაიწყო, ბოდიში ირაკლი მაყურებელი ხედავს ახლა ამ კადრებს, ჩვენ სულ ცოტა ხანში ჩავთავთ, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირს პირდაპირ ეთერში. უпростоრეთ პროტესტს, რომელიც დაიძრა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონსოლიდაცია არსებობდეს კომუნიკაცია, შეთანხმება საერთო სტრატეგიის შესახებ. ტოტალური ერთობა შეიძლება არც იყოს გამოსავალი, შეიძლება სხვა ვერსიები და სხვა კონფიგურაციები იყოს. მთავარი არის, რომ საერთო სტრატეგია არსებობდეს მონაწილეობის, არ მონაწილეობის, პროტესტის გაძლიერების, ყველანაირი კომბინაციით. და მთავარი არსებობდეს საერთო სტრატეგია. იმიტომ რომ ივანიშვილი იგებს და ხეირობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ოპოზიციური პარტიები თავს ესხმიან. ჩვენ ის პერიოდი, რომელიც საკმაოდ რთული იყო და თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობთ, გავიარეთ ისე, რომ ჩვენს მიმართ უამრავი ბრალდება არსებობდა, იარლიყების მიწებების მცდელობა და ასე შემდეგ, თუმცა არ გვიპასუხია ოპოზიციური პარტიებისთვის და მარტივად ვამბობთ, თუ საკუთარი თავი მიგაჩნია ივანიშვილის ოპონენტად და ოპოზიციურ პროდასალურ პარტიად, ოპოზიცია არ უნდა გახდეს. კი, ირაკლი, აკეთებთ თუ არა რამეს, არის თუ არა რაიმე მოძრაობები ოპოზიციაში ამ მიმართულებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. რა თქმა უნდა, კონსენსუსი მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა არსებობდეს და მართლაც ეს ორი მოთხოვნა, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს არის ის, რასაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. აი როგორ უნდა ემზადოთ თუ იქნება ახალი არჩევნები, რა სტრატეგიით უნდა გახვიდეთ, ამაზე გაქვთ თუ არა რაიმე კომუნიკაცია ერთმანეთთან? ჯერჯერობით ოფიციალური პარტიული კომუნიკაციები არსებობს, თუმცა პერსონალურად მე სხვადასხვა პარტიის ლიდერშიპთან მაქვს აზრების გაცვლა, გამოცვლა და რაღაცეებზე ვსაუბრობ, თუმცა ამას ბევრად უფრო სტრუქტურირებული, ბევრად უფრო შინაარსობრივი, აქტიური და სწრაფი კომუნიკაცია ჭირდება, რასაც ვისურვებდი და იმედია, რომ სხვა პარტიებიც გამონახავენ საკუთარ თავში მოტივაციასაც, ძალასაც, გონიერებასაც, რომ ეს კომუნიკაცია შედგეს და რაღაც საერთო სტრატეგიამდე მივიდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთი რაღაც გადაჯაჭვულად გვიყვარს და აპრიორი ერთ პარტიაში უნდა ვიყოთ და მაგრამ თქვენ ყველას გიყვართ ეს ქვეყანა. კი, ეს არის მთავარი და თუ ჩვენ ამ წერტილს დავინახავთ, რომ ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა და ამ ქვეყანას გვართმევს რუსი ივანიშვილი, მაშინ ჩვენ ვიპოვით საკუთარ თავში ძალას, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ და საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ, სადაც ივანიშვილი ყოველთვის დამარცხდება ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.